ახლა კი დროა წარმოგიდგინოთ ხუთშაბათის ტრადიციული ავტორუბრიკა Toyota-სთან ერთად ამ რუბრიკის ყოველი სიუჟეტი Toyota-s კონკრეტულ მოდელს ეხება. ამჯერად ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი Land Cruiser Prado. ეს გახლავთ ამ ბრენდის ყველაზე კომფორტული და გამძლე მოდელი, რომელიც იდეალურია როგორც ქალაქში გადასაადგილებლად, ასევე ავტობანზე და უგზოობაშიც. მას ასე Toyota წარმოგიდგენთ. დილამშვიდობისა. მოგესალმებით. სიამაყით მინდა წარგედგინოთ მოდელი, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით უპირობო ნდობა და აღიარება მოიპოვა. სწორედ მან აქცია Toyota-s მთავარი მიმართულება, ხარისხი, საიმედოობა და გამძლეობა ერთი კონკრეტული მოდელის ტექნიკურ უპირატესობად. დროა წარგედგინოთ Toyota-s ყველაზე კომფორტული, უსაფრთხო და გამძლე მოდელი Toyota Land Cruiser 150 ანუ Toyota Prado. Toyota Land Cruiser Prado, Land Cruiser-ის ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში 2 და 7-იანი ბენზინის ძრავით, თუმცა ნუ შეგაშინებთ ძრავის მოცულობა, რადგან კონკრეტულად 2 და 7 აბსოლუტურ შესაბამისობაშია წონასთან. წვა არის 100 კილომეტრზე 12.5, თუმცა ეს არის სწორი ექსპლუატაციის პირობებში. ამ თემას ჩვენ კიდევ ერთხელ დაუბრუნდებით ტესტ-დრაივის დროს. 7 ადგილიანი მოცულობითი სალონით და ყველაზე მარტივი სამართავი მენიუთი უგზოობის შემთხვევაშიც კი. Prado 2 და 7, რომელიც მუდმივად განვითარებადია, მიმზიდველი, უკვე კომფორტული 2015 წლის მოდელი. Toyota Land Cruiser-ის ოჯახის შედარებით პატარა წევრი Toyota Prado თავის დახვეწილი დიზაინითა და ხარისხით უფრო ფუფუნებისაგანია ვიდრე უბრალოდ ოფროუდერი. 2015 წლის Toyota Prado ნიშნულად განსხვავდება წინამორბედისაგან, სირბილე, უსაფრთხოება, საიმედოობა, უგზოობის გადალახვა და კომფორტი შეგვიძლია ერთი სიტყვით. ეს არის Prado. 160 ცხენის ზავა, 0-დან 100 კილომეტრამდე აჩქარება 3.5 წამი, მაქსიმალური სიჩქარე 170 კმ/სთ. ეს მოკლე მონაცემებია, რომელიც 2 და 7-იან Prado-ს გააჩნია. დეტალურად ჩვენ ტესტ-დრაივზე ვისაუბრებთ აღნიშნულ მოდელზე. პარამეტრები ჩვენ უკვე ჩამოვთვალეთ, ასე რომ დროა რომ რეალურად რა უპირატესობები აქვს 2 და 7 ბენზინს, ამაში დავწმუნდეთ და დავარწმუნოთ ჩვენი მაყურებელი, ასე რომ ტესტ-დრაივის დროა. წავედით. ავტომობილს, რომელსაც მიმართავ, არის Prado 2 და 7 კომპლექტაცია. შედარებით დაბალი შესრულება, თუმცა საკმაოდ კარგი ფუნქციები გააჩნია აღნიშნულ მოდელს. ეს არის სრული ელექტროპაკეტი, 4 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი, მულტიფუნქციური საჭე, მონიტორი, კლიმატ კონტროლი ორზონიანი, 0-დან 100 კმ/სთ-მდე აქვს. 13.5 წამი, მას აქვს მაქსიმალური სიჩქარე 170 კმ/სთ და ავტომობილს, რომელსაც მიმართავ, აქვს 160 ცხენის ძალა. მიუხედავად ამანქანის გაბარიტული ზომებისა, მიმართავ სპორტულ სედანს, რომელიც თავისუფლად მანევრირებს და მომყვება ყველა საკითხი. შეესქნება სიჩქარე, მოსახვევი, აჩქარება თუ ნებისმიერი სხვა დეტალი. თავისუფლად მომყვება ტრასის რეჟიმში, ანუ ავტობანზე და ჩვენ დღეს გვექნება საშუალება ასევე ეს მოდელი გავტესტოთ უგზოობაშიც. ეს იქნება ტალახი, აღმართი თუ სხვა დაბრკოლება. Toyota Land Cruiser Prado. Land Cruiser-ის ძლიერი ხასიათით, ანუ უგზოობის სრული პაკეტით. კომფორტული, მიმზიდველი დიზაინით. რატომ უნდა ავირჩიოთ Prado? რატომ უნდა ვენდოთ 2 და 7-იანი ძრავით Prado-ს? გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც რელიეფი არის მთაგორიანი, რაც არის ერთგვარი დაბრკოლება მანქანისთვის, ამ შემთხვევაში Prado-ს უპირატესობა არის მისი სიმაღლე, კლირენსი, რომელიც არის 22 სანტიმეტრამდე. ეს ერთგვარი გარანტია არის უგზოობის შემთხვევაში. ერთ-ერთი მისი ეკონომიურობა, როგორც გზატკეცილზე, ასევე ქალაქში, საშუალო მონაცემი არის 12.5. აქედან გამომდინარე, ეს არის ყველგან მავალი, ორხიდიანი, full time 4-4-ზე
ანუ full time ორი ხიდი არის ჩართული. აღნიშნული მოდელი არის 7 ადგილიანი. მესამე დამატებითი რიგი შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ აკონტროლოთ, თუ არ დაგჭირდებათ ჩაკეთოთ ისე, რომ ფართი არ დაკარგოთ საბარგულის. ეს არის მანქანა, რომელიც დაცულობის შეგრძნებას გაძლევს როგორც ქალაქში, ასევე გზატკეცილზე. და რაც თავარია, მუდმივ მზადყოფნაშია, რომ გზიდან გადაუხვიო და შეეჭიდო უგზოობის და სხვადასხვა საფარის დაბრკოლებებს.